ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურიშაძე გაგაცნობთ. ის რაც დასაშვები ამერიკისთვის დაუშვებელია საქართველოსთვის. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა კაია კალასის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გზავნილები შტატების უსაფრთხოების სტრატეგიაში სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ ამერიკა არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. ითქვა კალას კურიერმა დაუსვა. ევროკავშირის წევრობა თუ გინდა ხმა ვეღარ უნდა ამოიღოს. სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაციას, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მართლ გუნდში აცხადება, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლო მიდგომა, როდესაც ევროკავშირის მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ კრიტიკა ამერიკიდან მისაღებია, რადგან შტატებს გაწევრიანება არ სურს, საქართველომ კი ყველა ფერზე თვალი უნდა დახუჭოს. ველა ჯავახიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის განცხადებებს გაგვაცნობს, გისმენთ ლელა. ავლენს თუ არა ევროკავშირი ორმაგ სტანდარტს, ეს არის რუსთავიორის შეკითხვის მოკლე შინაარსი, რაზეც კაია კალასი საპასუხო აცხადებს, რომ ბრიუსელის დამოკიდებულებას განაპირობებს განსხვავება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. რატომ არ აქვს ბრიუსელს იგივე რეაქცია მთავარი პარტნიორის ვაშინგტონის კრიტიკაზე, მაშინ როდესაც იდენტურ საკითხებზე არ იღებს თბილისის პრეტენზიებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მთავარ მიზეზად ასახელებს საქართველოს სურვილს გახდეს გაერთიანების წევრი. ჩემი კითხვა მიმართულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი. ევროკავშირი ხშირად აცხადებდა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ევრობიუროკრატიისა და ევროკავშირის მიმართ არსებული რიტორიკის გამო. ახლა კი ვხედავთ, რომ იგივე ნარატივებია ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? იმ პირობებში, როდესაც ვაშინგტონის რიტორიკა ახლა ემთხვევა ამ ნარატივებს. მზად ხართ თუ არა დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის ნაკარნახევი ტექსტების გახმოვანებაში. თუ ეს საქართველოს მიმართ თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს. განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და რაც იქ წავიკითხეთ, სასიამოვნო წასაკითხი არ არის. ჩვენ ავირჩიეთ მიდგომა, რომ არ ჩავერიოთ ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში. რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთი მხრივ საქართველო ამბობს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა. მეორე მხრივ კი ვხედავთ ნაბიჯებს, რომლებიც სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის. ეს არის სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ სანამ ისინი გააგრძელებენ ამ პოლიტიკას, ოპოზიციის ჩახშობას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლასა და სხვა ნაბიჯებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება. მართველი გუნდის შეფასებით კაია კალასის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაჩვენა ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი, რომ მათთვის გააჩნია ვინ ამბობს სიმართლეს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ის, რასაც ვაშინგტონს ვერ უბედავს ბრიუსელი, უბედავს კანდიდატ ქვეყანას, რომლის შანტაჟსაც მათივე თქმით ამ დრომდე განაგრძობს. არარჩეული ბიუროკრატების პოზიცია, რომ არ შეიძლება სიმართლის გაჟღერება, უნდა იყოს ფეხქვეშ გათელილი სინამდვილე და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ და ამ ყველაფერს ვერ უბედავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი სიძლიერიდან გამომდინარე, ხოლო საქართველოს მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება უმარტივდებათ, იმიტომ რომ თვლიან, რომ თითქოს ჩვენ ვარ დაბალი ღობე, მაგრამ ძალიან ცდებიან, არავითარი დაბალი ღობე საქართველოს არ არის და ყოველთვის ჭეშმარიტებაზე იტყვის, რომ ჭეშმარიტება, ხოლო სიცრუეს ყოველთვის ამხელს ქართველი ხალხი და ზუსტად ამიტომაც არის მცდელობები ევრობიუროკრატებისგან და მათი უკან ყოფი ძალებისგან, რომ ქართველი ხალხის დასაჯება მოხდეს. ევროკავშირი სულ უფრო მეტად საბჭოთა კავშირს ემსგავსება, მაშინ როდესაც ასე რაღაც პატრიციებად და პლებეებად ყოფენ საზოგადოებას, თუ კი გინდა და გააქვს სურვილი გაწევრიანდა ევროკავშირში, ხმის ამოღების უფლება არ აქვს უფლება გააკრიტიკო ევროკავშირი, მაგრამ ამ დროს ევროკავშირის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი კრიტიკის ქართ ცეცხლში ატარებს ევროკავშირს, პირდაპირ უთითებს იმ მდარე პოლიტიკას, რაც მათ სამწუხაროდ გააჩნიათ და იმ გზას, ფინალს, რისკენაც ეს პოლიტიკა ევროკავშირს მიიყვანს. ეს არის აი ამ არათანაბარი დამოკიდებულების პირდაპირი მაგალითი, რომელიც კაია კალასმა საზოგადოებას განუცხადა. ევროკავშირის ორგანოების საქმიანობა ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ის რაზეც თბილისი ბრიუსელს უკვე დიდი ხანია მიუთითებს, უკვე მკაფიოდ წერია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც.
მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია არ გვაქვს არავითარი პროგრესი, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობის მიზეზით ევროკავშირი უკან იხევს ყველა მიმართულებით. ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ, იმის გამო, რომ მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს ხელისუფლებას და იმ სამშვიდობო და პრაგმატულ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს არჩეული. თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის დამსახურებით. სამწუხაროდ არ გვაქვს პროგრესი, ასე ვიტყოდი, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში და მის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართული ხალხის მიმართ და ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული და მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართული ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ყველაფერი განვითარდა არსებითად 2024 წლის არჩევნების გარშემო, როდესაც პირდაპირ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და პირდაპირ გამოხატა საკუთარი საარჩევნო პოზიცია, პირდაპირ მოუწოდა ამორჩევალს მესურვებიან საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის ქართული ოსნების ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ წააგეს ეს არჩევნები, ევროპულმა ბიუროკრატიამ ამ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად წააგო არჩევნები და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. ევროკავშირთან ერთად პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ნატოს გაფართოების შეჩერებაზე. ირაკლი კობახიძის შეფასებით, რასაც ნატოს ღია კარის პოლიტიკას უწოდებდნენ, რეალურად ეს იყო ურპირი ქარის პოლიტიკა, რომლის გადახედვასაც დღეს შეერთებული შტატები ფიქრობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი და საქართველოს მოვლენების განვითარებას პრაგმატულად უნდა შეხედოს. შოთა ფალავანდიშვილი გაგვაცნობს პრემიერის განცხადებას და ამ თემაზე გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს გისმენთ შოთა. ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რომ დღეს მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, საკმაოდ ბუნდოვანი გახდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსაზრებას იზიარებს ირაკლი კობახიძის თქმით, რეალურად საქართველოსა და სხვა ქვეყნების კუთხით, რომლებმაც ნატოში ინტეგრაცია საკუთარი პოლიტიკურ მიზნად დაისახეს, ამ დროს ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია მომავალი იმ ფონზე, როდესაც ღიად არის გაცხადებული, რომ ნატო შესაძლოა აღარ გაფართოვდეს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, საქართველოს უნდა, ასე ვთქვათ, მოთმინებით დააკვირდეს მოვლენებს, დაელოდოს მოვლენების განვითარებას მსოფლიოს გეოპოლიტიკური ცვლილებების მასშტაბით და სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება რეალური კონტურები თუ როგორ უნდა მოხდეს მათ შორის ქვეყნის გაცხადებული კონსტიტუციური მიზნის აღსრულება. ნატოს რაც შეეხება, რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სიმდიდრეში ეს იყო ურპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედვარდ შევარდნაძე იტყოდა, ხო და ამ ურპირ ქარში მოყვა ორი ქვეყანა სამჯერ. ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა, ხო? და ნუ დღეს ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე. Ну, ნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. ამ შემთხვევაში ეს არ არის სიახლე, გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს გაფართოების შეჩერებაზე საუბარი დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ხო? შესაბამისად, აქ აისახა ის, რაზეც უკვე 2-3 წელია მიმდინარეობს საუბრები. ნახოთ, ჩვენ აქაც პრაგმატულად უნდა შევხედოთ მოვლენების განვითარებას. დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი, მათ შორის ამ ჩანაწერიდან გამომდინარე და იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც კეთდება ამ წლების განმავლობაში, თუმცა უნდა დავალოდოთ მოვლენების განვითარებას მშვიდად და მოთმინებით. შეერთებული შტატების ახალი უსაფრთხოების დოქტრინის მიუხედავად საქართველოში ოპოზიციის ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ უალტერნატივოა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით ნატოში ინტეგრაცია, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები კონკრეტულად ვერ ასახელებენ, ასე ვთქვათ, რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, თუკი შეერთებული შტატების გაცხადებული მიზანი ნატოს არ გაფართოებასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შევიდა ძალაში
საგანში მსოფლიოს მასშტაბით, რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართული ოცნების წევრებმა დღეს გაიხსენეს ყველა ის საერთაშორისო მისია, სადაც საქართველოს ნატოს პარტნიორ ქვეყნად იყო წარმოდგენილი და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მიუხედავად არსებული ბუნდოვანებისა, ქართული ხელისუფლების საქართველოს მთავრობის მიზანი და გეგმა არის ნებისმიერ ფასად საკუთარი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ამავდროულად მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ნებისმიერი, ასე ვთქვათ, დასაშვები გზით იქნება ქართული ოცნების მთავარი მამოქმედებელი ძალა საერთაშორისო ასპარეზზე. თავარი შეცდომა არის ის, რომ თურმე ნატოსში გაფართოების სურვილი არის რუსეთის მაპროვოცირებელი. ნატოსკენ იმიტომ ვისწრაფვით ჩვენც და უკრაინას და სხვა ქვეყნებს, რომ თავდაცვის გარანტიები გსურს. ამიტომაც ეს სწრაფვა ჩვენი მათ შორის იმ ქვეყნებს, რომელიც არის მეზობელი ქვეყნები, ყოველთვის გაგრძელდება თავდაცვის გარანტიების მისაღებად. ნატო იქნება თუ რა ალიანსი იქნება თუ რა თავდაცვის გარანტია იქნება, ამისკენ მივისწრაფვით. ჩვენ ნატოსთან მემართებით ყოველთვის ვიყავით პირნათელი, ჩვენ არაერთი შესაბამისი კამპანია ნატოსთან ერთად წარგვიმართავს, რაც როგორც შეერთებული შტატების ეგიდით, ასევე ნატოს ეგიდით განხორციელებულა, სამწუხაროდ იგივე არ მომხდარა საქართველოსთან მემართებით ის გარანტიები, რაც სწორედ ნატოში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია საქართველოს არ მიუღია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ის სტრატეგია, რაც შეერთებულ შტატებმა მიიღო, იქ არის ასახად განსაზღვრული, რომ ნატო ასე მუდმივად არ უნდა გაფართოვდეს. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ქართული ხალხის ინტერესების განხორციელება. ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტიდან ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თქვა, რომ ასპირანტი ქვეყნებისთვის ნატოს კარი ღია, მათ შორის ამ ქვეყნებში შედიოდა საქართველოს და უკრაინას, თუმცა წლების გასვლის მიუხედავად ამ დრომდე ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა, მეტიც უკვე 2025 წელს შეერთებული შტატების უსაფრთხოების კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ შესაძლებელია ნატოს გაფართოება აღარ იყოს ატლანტიკური გაერთიანების მთავარი მიზანი. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი იყო კურიერის ეთერში. ლელოს გამოყენებით გარეძალების ცრუ კამპანია Eagle Hills-ის წინააღმდეგ. ეს იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკური წინსვლის ფონზე ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს, რომელშიც ფართო სპექტრი ჩართეს. დააწყებინეს ლელოს, შემდეგ ჩამოაშორეს და სხვა ძალებს გადააბარეს. ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და ესეც საინტერესო რა არის ერთი დეტალი, რაც კოორდინაციას კარგად აჩვენებს. კამპანია დააწყებინეს ლელოს და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან. თუ დააგვირდებით ბოლო ერთ კვირას, ორ კვირას, ლელო გაწეული ყავთ კამპანია, ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გაწიეს და ეს კამპანია გადააბარეს არსებითად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად ალტინფო, პატრიოტთა ალიანსი, ანუ კონკრეტული შაუბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ, ალტინფოზე კონკრეტული მიზეზიც გითხარით, ხო? ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ მათ აქვთ ასე ვთქვათ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს რეალურად იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება. ანუ ლელოს დააწყებინეს, მერე გაწიეს ლელო, გადააბარეს ალტინფოს და პატრიოტთა ალიანსი, იქ ყავთ კიდე NGO-ები ჩართული, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. რეალურად ძალიან მარტივად იკითხება აქაც ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რაც უბრალოდ ნაკლი არ აქვს. არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო. 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომლის ეკონომიკა წელსპირულად გადააჯარბებს 100 მილიარდ ლარს, ხო? 11 მილიარდი მარტო ერთი პროექტიდან წარმოედგინეთ. და ბიუჯეტში წის გასხვისების უფლება ექნება. არავითარი. ამაზე ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტებები, არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება, ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება. რეალურად ხელშეკრულების შინაარსი თლიანად ცნობილია. მართვის ჩამორთმელ მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღეს სესიაზე უნდა დაამტკიცოს. პრემიერის ინიციატივის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჩამორთმელ მართვის მოწმობებზე ფართომასშტაბიანი ამნისტია 1 იანვრიდან ცხადდება. თუმცა ის არ ეხება იმ შემთხვევებს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება ან მძიმე დაშავება მოყვა. შეღავათი არ არის გათვლილი არც მძიმე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სისრულეში იქნება მოყვანილი საქართველოს პარლამენტის მიერ. დაახლოებით 23,000-ზე მეტ ადამიანს უკან დაუბრუნდება მართვის უფლება. ეტაპობრივად 2026 წლის 1 იანვრიდან იმპირებს, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობები ქულების განულების გამო, ხოლო 1 თებერვლიდან, ვისაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩამოერთვათ საავტომობილო მართვის უფლება, ხოლო იმპირებს, რომლებიც არიან ადმინისტრაციულ სახელდადებული სამართალდარღვევათა კოდექსის 45 პრიმა 115 სეკუნდა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში 260 მუხლის პირველი ნაწილი და 273 მუხლის გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ისინი წარადგენენ დინამიურ საექსპერტო დასკვნას და დადასტურდება, რომ ისინი ნარკომოხმარებლები არ არიან, დაუბრუნდებათ მართვის მოწმობა. ამავდროულად, მეორე მხრივ, მკაცრდება კანონმდებლობა და პირებს აღარ ეკრებათ მოლოდინი იმისა, რომ უფლების შეზღუდვის ნახევარი გავა, ისინი მიმართავენ პოლიციას და შეიძლება, რომ მართლმოწმობები დაიბრუნონ. ეს არის დაბალანსებული მიდგომა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადდა ერთჯერადი ჰუმანური აქტი, რომელიც დაახლოებით 35,000-მდე პირს, ვისაც შეზღუდული აქვს მართვის უფლება, მათ ერთჯერადად მიეცემათ საშუალება, რომ აღუდგეთ მართვის უფლება, თუმცა შემდგომში თუ კი ეს პირები ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, რა თქმა უნდა, კანონი ისეთივე სიმკაცრით დასჯის მათ მიერ ჩადენილ ქმედებას, როგორც აქამდე სჯიდა და ეს ერთჯერადი ჰუმანური აქტი არის იმის საშუალება, რომ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრონ ჩვენ მძღოლებმა, რომ საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში ეს არის მკაცრად დასჯადი ქმედება და სახელმწიფო იმ პირების მიმართ, ვინც ამ ქმედებას განმეორებით ჩაიდეს, ბუნებრივია მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. მართვის ჩამორთმეულ მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ინიციატივას ჰუმანური აქტი უწოდა, თუმცა განაცხადა ისიც, რომ მომავალში სახელმწიფო მსგავს სამართალდარღვევებს მეტი სიმკაცრით მოეკიდება. ნებისმიერი ამნისტია არის ზოგადად ჰუმანური აქტი. და ბუნებრივია ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი. მართვის მოწმობის შეჩერება გაუქმდება 30,000-ზე მეტ პირს, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი. აქაც იმისათვის, რომ სხვა პასუხისმგებლობით მოეგიდონ იგივე ადამიანები და სხვა ადამიანები მომავალში შეასრულოს სამართალდარღვევებს, ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა, კერძოდ არსებობდა დისკრეცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ვადის ნახევარი სამოწურვის შემთხვევაში გაეუქმებინა შესაბამისი შეზღუდვა და ეს დისკრეცია უქმდება. ანუ მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით, რა თქმა უნდა, ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, რითაც ისარგებლებს 30,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე. ჯარიმები და საურავები ჩამოეწერებათ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 1 ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე და 8 მილიონ ლარამდე ჯარიმაზე. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება. კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რეფორმა, რომელსაც საჯარო რეესტრი 2022 წლიდან ახორციელებს, 1 იანვარს სრულდება. ქვეყნის საკადასტრო დაფარვა 95%-ზე მეტია. მიწის რეგისტრაციის ყველა განაცხადს, რომელიც მოქალაქეებს აქვს წარმოდგენილი, ან რეფორმის დასრულებამდე წარმოადგენენ საჯარო რეესტრი მომდევნო წელს განიხილავს და კანონით გათვალისწინებულ უფასო მომსახურებებს გაუწევს. თუ დაინტერესებულმა პირებმა რეფორმით ვერ ისარგებლეს, ისინი შეძლებენ მოთხოვნა 1 იანვრიდან სპორადული წესით წარადგინონ. მიმდინარე წლის 31 დეკემბერს სრულდება მიწის სისტემური რეგისტრაცია. სახელმწიფომ მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ უზრუნველყო 2,100,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვა. 1,480,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე უკვე გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე. საქართველოს მიწის ფონდის 95%-ზე მეტი უკვე დარეგისტრირებულია და მიწის კადასტრი დადგენილია. შესაბამისად, პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც 25 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო რეესტრში წარმოდგენილი ყველა განცხადება და მიმდინარე წარმოება დასრულდება სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მოსახლეობისთვის უფასოდ, ხოლო 26 წლიდან 1 იანვრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.
ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა დედაქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახაკალაძის განცხადებით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტებია განვითარება, სოციალური დაცვა და ურბანული მდგრადობა. დოკუმენტს უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. მისი საერთო მოცულობა 2,193,388,000-ია, რაც 220 მილიონით მეტია შარშანდელზე. მილიონით არის განსაზღვრული ინფორმაცია მიმართულებით თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2,193,388,700 ლარს. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მიმართულებებზე თუ როგორ არის გადანაწილებული და რა პრიორიტეტებია. ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572,920,000 ლარი. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებას, დაგეგმილია 601,712,500 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით 67 მილიონით მეტია. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული არის 168 მილიონი ლარის დონორული დაფინანსება. არის ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი და მინდა დავიწყო ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა. იანვრის ბოლოსკენ გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც უკვე დაიწყებს პროექტის განხორციელებას. ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თითქოს ვატყუებთ საზოგადოებას და აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება. ეს არის ძალიან დიდი ცრუ ინფორმაცია. სამგორი ვაზის უბნის საბაგირო გზა, ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია განახლება, არის ძალიან სულ მდგომარეობაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად ამოიღეს ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილოგრამი და 200 გრამი მარიხუანა, ასევე 91 ელექტროსიგარეტი, რომელშიც ნარკოტიკის შემცველი სითხე იყო მოთავსებული. ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების გამო პროკურატურამ ბრალი წაუყენა 63 პირს, 49 დაკავებულია, 14 კი, მათ შორის 5 კანონიერი ქურდი პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს, ასრულებდნენ დავალებებს, აწყობდნენ გარჩევებს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ასევე დამოუკიდებლად მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე ქურდულ გარჩევებს სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. გიორგი სახოკია მონაწილეობა მიიღო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 20 წლის საიუბილეო ღონისძიებებში. ქართულმა დელეგაციამ პატივი მიაგო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევისა და აზერბაიჯანელი გმირების ხსოვნას. მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთან. განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ბატონ ვილაიათ ეივაზოვთან. შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ასევე მომავალი თანამშრომლობა საპოლიციო აკადემიების მიმართულებით. მონაწილეობა მივიღეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაარსებიდან 20 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ხელმძღვანელობას მოწვევისთვის. დღეს აღნიშნავენ სამინისტროს 20 წლის იუბილეს, მინდა მივულოცო მათ პროფესიული დღე და უსურო წარმატებები. ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. ინდექსი ბაზელის მმართველობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. საქართველოს ფულის გათეთრების რისკის მაჩვენებელი შემცირდა და ის ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების საუკეთესო ოცეულშია. საქართველოს გაუსწრო დიდი შვიდეულის 5 შენგენის ზონის, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 ქვეყანას.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე სასწრაფო დამოუკიდებელ შემოწმებას იწყებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოწმება პასუხია პოლიტიკური ჩარევით შექმნილ მზარდ საფრთხეებზე. აქვე ნახსენებია ყოფილი ევროპარლამენტარი ნეითან გილი, რომელიც ცოტა ხნის წინ პრორუსული ნარატივების ხელშეწყობის მიზნით ქრთამისაღებისთვის დამნაშავეცნეს და 10 წლით ციხეში ჩასვეს. შემოწმების დროს შეფასდება ფინანსური რეგულაციების აღსრულება და დაცვის მექანიზმები, ასევე გაიცემა რეკომენდაციები უცხოური პოლიტიკური ჩარევის რისკების შესამცირებლად. ტრამპის იურისტებმა BBC-ს წინააღმდეგ მტკიცებულებების გასამყარებლად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ლის ტრასის განცხადებები გამოიყენეს. იურიდიულ დოკუმენტში წერია, რომ ისეთმა ავტორიტეტმაც კი, როგორც გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასია, BBC-ს მიკერძოებულობაზე, ბოროტ განზრახვაზე და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ტრასმა განცხადა, რომ BBC უზარმაზარი პრობლემაა, ტელეარხი ცრუობს, თაღლითობს, აყალბებს კადრებს, განსაკუთრებით კი ტრამპის შემთხვევაში. მალავს ბრიტანეთში არსებულ პრობლემებს, იქნება ეს მასობრივი მიგრაცია თუ ეკონომიკური უკუცვა. იდეოლოგიურად კი ყოველთვის მიკერძოებულია მემარცხენეების მხარეს. ექს-პრემიერის განმარტებით, ბოდიში საკმარისი არ არის, რადგან BBC-ს ყალბა ამბებმა საზოგადოებას დიდი ზიანი მიაყენა. დოკუმენტში ნახსენებია ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი კემი ბადენოკიც, რომელიც მაუწყებლის მიკერძოებულობაზეც საუბრობს. ტრამპმა შტატებში შესვლა კიდევ 7 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა. სიაშია ბურკინა-ფასო, ლაოსი, მალი, ნიგერია, სიერა-ლეონე, სამხრეთ სუდანი და სირია. შეზღუდვა ვრცელდება პალესტინური ავტონომიის გაცემული საბუთების მფლობელებზეც. თეთრმა სახლმა ასეთი შეზღუდვა სულ 17 ქვეყანას დაუწესა. მედიაში ვრცელდება პირველი კადრები, რომლებშიც მშობლების მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის ნიკ რაიანი ქუჩაში გადაადგილდება, რა დროსაც მისინ პოლიციის 2 ეკიპაჟი ჩერდება. ამერიკელი რეჟისორის შვილი მოთხოვნის შემდეგ ხელებს წერს და მას აკავებენ. ნიკ რაიანს ბრალდება ოფიციალურად დღეს წარადგინა სასჯელის ზომა, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა. მეხიკოს საკრებულოში გამჭვირვალობის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გამართული დებატები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციის და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სესია ჩაიშალა. ოპოზიცია სახელისუფლებო პარტია შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც გამჭვირვალობის ორგანოს შექმნას ითვალისწინებს. და კვლავ საქართველო გაიმართა შეერაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკო დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათა შორისი კომისიის მორიგის ხდობა. შეხვედრა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა, ისაუბრეს მოძიების პროცესზე, შედეგებზე და გეგმებზე. ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც მიმართული იქნება პროგრამის ეფექტიანობის შემდგომ გაზრდაზე. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილეთ პროგრამის ტრანსფორმაციის მიმდინარე ეტაპზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციები, მათი შესაძლო გათვალისწინების ოპტიმალური გზები, რაც ეხმიანება პირველ რიგში ოჯახების ინტერესს, საქართველოში პროგრამის მიმდინარეობის სპეციფიკას და საზოგადოებაში უგზო-უკო დაკარგულთა მოძიების პროცესის შემდგომი წარმატებით გახორციელების მომents. სულხან თამაზაშვილი სტუდენტებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 150 სტუდენტს სტიპენდია გადაეცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეფორმებს და ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობას. სტიპენდიათა რაოდენობა მომავალი წლიდან გაიზრდება. საგანმანათლებლო სფეროს განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. სტუდენტების სახალისების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ 2026 წლიდან კიდევ უფრო გავზარდოთ წარჩინებულ სტიპენდიათა რაოდენობა და მეტიც. გავაორმაგოთ სტიპენდიის რაოდენობა. ეს შევხვდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ სულხან თამაზაშვილს, რომლის მხარდაჭერითაც გამოცხადდა სტიპენდიის პროგრამა წარჩინებულ სტუდენტებისთვის. მე გახლავთ ერთ-ერთი სტიპენდიანტი და ნებისმიერი სტიპენდია სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დადებით როლს თამაშობს ნებისმიერი სტუდენტის აკადემიურ ცხოვრებაში. დღის სიახლეებს გაეცანით ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.j კურიერი კი გეფშტობებათ 3-მდე. დროებით.